აი, დავიწყოთ მოდიბლეფენ. Короче, მოდიბლეფენ ესე ვთქვათ, შენი თავი წარმოადგინე, ახლა რამდენი წლის ხარ, რამდენი ხანია ტრეიდინგში ხარ. ეგეთ რაღაცები თქვი ჯერ. სანამ კითხებზე გადავა. მე ვარ 22 წლის. მმ. ტრეიდინგში წელი და სადღაც 7 თქვენ რომ. წელი და 7. 2023 წლის დეკემბერში გავიგე პირველად ტრეიდზე ზოგადად ჯაპექსადან. მაგარი მედგასწრებული დავრჩი. მე შევედი რა ისე რომ მივწერე კაროჩი რაღაცა. და რო ჩამარიცხინა ლიბერტექსზე $150. მეთქი ახლა რა უქნა ვიოებს უყურებ. გებიცები ძალით არ ვალაპარაკებ მე ვიყომებს თვითონ ლაპარაკობს. მე მე ახლა იმედი მქონდა მეთქი ჩვეულებრივ დაждდება გვიხსნის რაღაცებს მეთქი და ეგ როქნა $150 რაც მოვიდა ყველას ეცოდნება. Ja. და ერთი ჯავექსთან პლუსი რაც იყო აგერ ვიგავიცანი ლაივი გქონდა იქა ლექცია ქონდა მგონი ის დაიმართა. და იმის ლაივზე რა ვუყურებდი იმ რაღაცა კითხვა დაუსვა რა ხო და სკარფმა ვერ უპასუხა. სკარფი იყო თუ ვინ იყოს ხარ? სკარფი ჯებექსთან არ ყოფილა. არა ლაივი ქონდა გაშვეული პროსტა. ის ლექცია იყო უფასო? მან იყავი შენ? ის კითხები რო დასწრე ჩხუბი რო დავიწყე? მახსოვს ეგ. ხო რა, მე მაგ მივხვდი რომ მეთქი ეს ცოტა პოდიანი. და ღირს ამასთან მეთქი მე ეგრევე კი მოგწერე. მაქედან დაიწყო სიმონას დაიწყო. კაი. მოდიბლეფენ ჩათვალე რავი 0-დან ჩვენთან დაიწყე სწავლა, ხო? 0-დან დაიწყე ჩვენთან სწავლა, ხო? კი. კაი. მოდი მაშინ ახლა შენ გითხარი. რო დაიწყე სწავლა, რა მოლოდინები ქონდა, რომ რამდენ ხანში რას მიაღწევდი? ჯერ ეგ მითხარ. შენი იმედები ტრეიდინგზე. რა ქონდა დამყარებული? თავიდან ლექციაზე, ხა პირველ ლექციაზე რო გკითხე, რამდენ ხანში ფიქრობ რომ ამას მიაღწევთო? ბიჭებმა თქვეს რომ 1 წელი, 2 წელიოდან. მე ვფიქრობდი მაგას მეთქი 1-2 წელი რაღაცა, მაგრამ იმათ რომ 1-2 წელი თქვენ. ეს მეთქი 1 წელში ვიყავი რაღაცა. ავიდან ერთ-ერთ თვეში მეგონა რაღაცა გავხდებოდი, მაგრამ მე ნელ-ნელა უკვე უფრო ჩავეძინა საქმეს, მე მივხვდი რა რაც საჭირო სინამდვილეში. კაი. მოდი, მაშინ ამ სერვერზე ხარ წელნახევარზე მეტია, ხო უკვე? თავიდან სწავლა რო დაიწყე, აი როგორ დაიწყე სწავლა? ეგ მაგაზე მოგყავ, სწავლაზე მოგყავ, სწავლის პერიოდზე მოყავ. ეხ. ყველაფერი რაც გახსოვს. სწავლის პერიოდს ცოტა ისე დავიწყე რა, სერიოზულად არ ვუყურებდი მაგ პერიოდში. ანუ არ ნაშრომი რა, ლექციას თავიდან არ რასაც ლაივ ლექციაზე მიხსნიდი, მარტო იმით ვიყავი რა, არც ვიდეოს უყურებდი, არც არაფერი. ხო და შედეგი იგი იყო, რომ იმ პერიოდში ვერაფერი ვერ გავიგე რა. მარტო ფერვალიგები დავამოღავი. ხო. იგი იყო და მაგ პერიოდში ჯერ კიდე ლიბერტექსი მქონდა და იქ იმავშვებოდი რა. დაგისპულ. ხო და ანუ მაგ ჩამომიყალიბდა იდეაში ყველაზე ცუდი ჩვევა. რომ ერთი $130 ვიყავი მინუსში რა. აქედან $30 დავპლიუსდი და ისევ იმ დღეს მეორე ტრეიდის გავხსენი და მასე რა -$100-ზე ჩავედი რაღაცა და წავაგე რა ის $50 მაგრამ ხო და მაგ ჩამომიყალიბდა ეგ ცუდი ჩვევა რაც ხანდახან ახაც მიშლის ხელს რა. ეხლა გიშლის ხელს. ეხლა ნახეთ რას გავაბათილებთ აქვე რა, აქვე რას ვიტყვი. ზოგიერთი იძახის რომ ლაივ აკაუნტით დაწყება, კაია, იმიტომ რომ იქ სხვა ემოციაა და იქ სხვა ემოციაა. ეგ არის ყლებაზარი. პირდაპირ გეუბნებით, სისულელი არის. მაგიტომაც არ უნდა დაიწყო თავიდან ლაივ აკაუნტით, რომ ჩამოვიყალიბებ ცუდ და უაზრო ჩვევებს. მაგ ცუდ და უაზრო ჩვევები გაყო ბოლომდე და მე მაგის მოსაშორებლად, ხო? კვირეები და დღეები არ არის საჭირო, თვეები არის საჭირო. ამიტომაც იცოდეთ, რომ თავიდან რო იწყებთ, დამწყები ვინც ხართ, დაიწყეთ დემო აკაუნტით, ფული არსად არ ჩარიცხოთ.
მე ეგ ფული რო შეგიყოლიებთ, ხო, იქ თქვენ არ ფიქრობთ არაფერ ტექნიკურზე, არაფერ მარკეტზე არ ფიქრობთ, ფეხებზე კიდიათ, რა თქვენთვის თავარია ეს ფული ამოიღოთ. და მაგ ფულის ამოღებაზე რო იქნებით, ხო, ჩამოიყალიბეთ ცუდ ჩვევებს, რაც მოუნდებით, რავი, თვეები მაგის მოშორებას. რაც ეხა ბლეფენა მახსენა. ბლეფენ სწავლის დროს მახსოვს რომ შენ თავთან იმედი არ გქონდა რა. აი მახსოვს რომ შენ თავს აი არც კარგად იყავი ტექნიკურად მოზადებული სწავლა დაამთავრე, არც რაღაც სასწაული კარგად არ იცოდი, ხო? აი რამში რა აი პირდაპირ გეუბნებით ორ წამი, პირდაპირ გეუბნებით ბლეფენას ბოლო ლექციაზე მახსოვს ეგ არ დამიწყებია. ბლეფენას რო ბოლო ლექცია ჰქონდა, აი ესე თქვა რომ აი აუ ვიდეოში ძალიან დაბალზე ისმის თქვენი ხმა, კაი, აუწი, იმედია, კაი. ვიდეოში ცოტა თავიდან ცუდად გამოჩნდება, ხალხო იცოდეთ YouTube-ზე. კაი, მოკლედ, ანუ ბოლო ლექციაზე მახსოვს, რომ ესეთი რაღაც თქვა, აი რაცხა გამოაო რა, თავის იმედი ვაფშე არ ქონდა. და პირდაპირ გეუბნებით ბლეფენას იმედი არც მე არ მქონდა, მაგიდან გამომდინარე, ანუ ფიქრობდი, რომ აი მორიგი წარუმატებელი სტუდენტი იყო, რაც ყოლია, ხო? რა თქმა უნდა. და ეხლა მაინტერესებს ბლეფენი. რა მოხდა შენ თავში ისეთი, რომ ეგეთი მიდგომა შეგეცვალა? ახლა პირველი რაც თქვი, ახლა როცა დავამთავრეთ ბოლო ლექცია, მაშინაც გითხარი, რომ დიდად ვერაფერს ვერ მივაღწევ, ახლა მეთქი და მეორეჯერ ვიყიდი მეთქი რა, კურსს მეთქი. ხო, ბლეფენ არის ერთი, ვისაც ორჯერ აქვს ეს მენტორშიპი ნაყიდი. მაგის მერე მივხვდი, რომ აღარ გადავახტევინებდი ხალხს ბევრჯერ და ისა იქნებოდნენ. მერე ბლეფენ ნოვა ბლეფენა. მერე ბლეფენ. ეგ შენი ბრალია რა, შენი ბრალია. ფონაშორის ეგეც გითხარი, რომ ბოლოს რო შენი ბრალი არაფერი არა, ჩემი ბრალია მეთქი რა. მაშინ არ მქონდა ეგ ყველაფერი ჩამოყალიბებული ეგრე, რომ ეგრე იყო, გააზრებული არ მქონდა, ახალი გაკეთებული მქონდა სერვერი. და გიგითხარ შემდეგი რა იყო. შემდეგ ცოტა ხანი შეშვებული ვიყავი, რავი ტაქსაობა დავიწყე, აგერ მუშაობდი 2-3 თვე, ვაფშე არ შემიხედია ტრეიდინგზე და მერე უკვე ცოტა უფრო მოვიცალე ამ თემაზე, მერე ვიყინა მეორეჯერ რა უკვე. ორჯერ შედარებით კარგად იგი ვქენი, ვაქცევდი ყურადღებას უფრო. მთლად მეორე ჯერზეც არ ვბღნიდი მარკეტს, ასე ვხიშად რომ ვთქვა. ხო, ეგეც ვახსენე. ხო, რაც იყო ახლა თქვენიდან გამომდინარე რა, უფრო ყურადღება რო იყო. ახლა მაგალითად ერთი ლაივი ქონდა სანჯის რა გაშვებული. просто უყურებდი და რო დამთავრდა ეგ ლაივი, იქეთ მერე სანჯიმ კიდე მომწერა რამე თუ ვერ გაიგე რაღაცა ეს ყურადღება რო იყო. გინდა პაწუ აგე რა. პაწუ ახლა რაც ტვინი მაქვს გავურგული მასზე უაზრო რაღაცებს რო ვაკეთებდი. და თქვა ჩემზე ნასწავლები რა ვიცი. და თავიდან ვიყავი ისე რა, ზოგადად რამეზე თუ ვინმე მეტყვის რო ასე ქენიო, ისე ცდილობ რომ სხვა გზით გავაკეთო რა. და ტრეიდინგშიც ასე ვიყავი რომ თქვენ რო ამბობდით რომ სწორი 100 მიყევი, მე მაინც ჩემებურად რაღაცა ცოტა გეიმბლინგით და რაღაცებით ვაწევდი, მაგრამ უკვე ახლა ბოლოს რომ მივხვდი რომ ეგრე არ გამოდიოდა და უკვე მინუსებში მიდიოდა საქმე, მე უკვე დავადექი რა სწორ გზას. ხო. და ეს სწორი გზა რა არის ბლეფენ? მოკლედ გზა არის დისციპლინა. ხო, სხვადასხვა მაგას ვიტყვი რომ რაც ახლა pay-out-ი მაქვს გაკეთებული, ყველა იმ დროს მაქვს გაკეთებული, როცა სწორად მივყვებოდი რა, რასაც რომ იმენა რო გვასწავლით, იმას რომ მივყვები, მარტო მაშინ ვაკეთებ რა pay-out-ს. როცა უკვე ცოტა pay-out-ს გავაკეთებ, ცოტა ურევ რაღაცას, ცოტა სწავლგემდერებ, ეგრევე აქაუნტს კარგავ რა. დისციპლინებად რომ მივყვები, ანუ მარტო ტრეიდინგში კი არა, ისეც რა, ცხოვრებაში თუ ვარჯიში იგი უფრო წინ წამწია რა, ამ ტრეიდინგს რა. ხო რა, ახლა ჯერ სახლის პირობებში რა. ხო. კაია. ხო რა, ანუ მარტო ფული არა ტრეიდინგი რა. ბევრ რამეს სწავლობ ცხოვრებაში იმის გარეთ, რაც ზოგადად მარტო ტრეიდინგი განკუთვნილ. კარგ ჩვევებს გიყალიბებს, რაც ტრეიდინგში აუცილებელია. ამ ტრეიდინგის გარეთ რო ცხოვრება გაქვს, ის ცხოვრებაც ისე უნდა კონდეს დაალაგებული ფსიქოლოგიურად და ჩვევების მიერ, ხო? და დისციპლინის მიერ. რომ ეგ ტრეიდინგშიც გამოგადგება. იმიტომ რომ უფრო სერიოზულად მიუდგები საქმეს და საქმეს რო სერიოზულად მიუდგები და გაიაზრებ რაღაცებს, ხო? მე ისე აღარ იქნება საქმე, როგორც ეს ბევრს გაქვთ. კაი, ბლეფენ, მაინტერესებს პირველი pay-out-ი
შენ გააკეთე სერვერზე. შენ იყავი ვინც სერვერზე პირველი payout-ი გააკეთე. როგორ შეიძლება ეგ? და რამდენი იყო ეგ ეს თქვი? პაწო შოეშალა მაგაზე ყველაზე მეტ ნერვები რომ ვერ იყო პირველი. ერთი დღით დაასარი. პაწო და სკარფი იყო. სამაგიეროდ მან მისით შეძლო ეს. პირველი იყო ლაივებით რა, ბირო ლაივებს უშვებდა. როგორი თემა იყო იცი, ან ხო იყო რა, უყურებდა მარკეტს და როცა არ იყო კაი მარკეტი და რაღაცა არ ხსნიდა ხო ტრეიდს, მაგრამ მე ისე ვიყავი უკვე ფულის გაკეთებაზე ორიენტირებული, რომ აი პროსტა ლაივში რო იტყოდა, ვსო აქ აღარ უნდა ჩამოვიდეს, აქედან ზემოთ უნდა წავიდესო, ეგრევე ბაი. ან ვერაფერნა მე ჩემი ზონა სწორად გამოიყენა. მენტორშიპი და რა დროში გააკეთე payout-ია? აი ეგ payout-ი ამდენ ხანში გააკეთე ერთ-ორ თვეში ხო? ხო, მეორეჯერ რო ვისწავლე უკვე და რაღაც ცოტა სერიოზად მივდექი, მენტორშიპი რო დავამთავრეთ, მეგონი იმ თვის ბოლოს იყო რა. იმ თვის ბოლოს გააკეთე ეგ payout-ი, ოღონდ ეგ გააკეთა live trading-ი რომ მქონდა, მაგ live trading-ზე შემოდიოდა, ვამბობდი რაღაცა საკეთებდა და მას გააკეთე payout-ი. $2000 იყო, ხო ბლეფენ? ხო, კი. ყოველდღიურად რა დროს უთმობდიო ეგ კითხვა არის სწავლას. სწავლა შეიძლება ის ციგულისხმობდეს მარკეტის ყურება. მარკეტის ყურებას უფრო სესიების დროს უყურებდი რა. თითქმის ყველა დღე ვუყურებდი სესიების დროს და ისე გარედროებში არ ვუყურებდი რა. ნიუ-იორკი, ლონდონის პერიოდში. რა დრო დაგჭირდა რომ მარკეტის ხედვა ჩამოყალიბებოდა კარგად? და ყველა ინდივიდუალური არის რა. ცოტა ისე თემა რა, მე ხო ახლა წელიწადში 7 თვეა კი ვარ, მაგრამ საბოლოო ჯამში რომ შევკრათ როგორცაც ტრეიდინგს რომ უჯდებოდა რაღაცა, ალბათ 6 თვე რა. ხო. ჯამში რომ შევკრათ რა ეკეთა. 6 თვე დაგჭირდა რომ მარკეტის ხედვა ჩამოყალიბებოდა. ხო. კაი. კი. სესიებს უყურებდი მარტო სესიები რა რამდენი საათი გამოდის დღეში უყურება? 3 საათი, 4 თუ მეტი? ხო რა, 3-4 საათი. ო, კაი. ბექტესტინგს გადიოდიო, კითხვა დაგისვეს. ბექტესტინგის მალეთ რა 1 და 2 წელი არ მაქვს გავლილი, მაგრამ რო დავიждებოდი 1-2 დღით ვაკეთებდი რა, რასაც ვასწრებდი იმ დღეში. ანუ ბექტესტის გარეთ უფრო live მარკეტზე გამოსtildeო მიღებული. ხო? ხო რა, თავიდან ვიყავი ეგრე რა, ახლა შენს კი მახსოვებ რომ პირველად რო ვსწავლობდი, რო გეუბნებოდი მეთქი აკაუნთი რანაირად ვიყიდო რაღაცა და რაღაც მაყიდე იმას მაიფანდედი იყო თუ რაღაც არ მახსოვს. ხო. 5000-იანი რო ვიყიდე. 30 ცენტი გავაკეთე რომ გიგდებდი სკრინებს მეთქი აუსო გნი მარკეტ. და მეორე დღეს ეგრევე წავაგე ის აკაუნტი. risk management-ზე და არ არის კონკრეტულ ტრეიდინგ კითხვებზე გადავწყვეტ ხანში. კაი ბლეფენ. ანუ შენ ამბობ რომ სწორად მენტორშიპის პერიოდში არ გისწავლი. და ის რჩევები ჩვენ მოგვიც არ გაგითვალისწინებია თავიდან, ხო? კი ბატონო. არ გაგითვალისწინებია. აი, როდის მიხვდი რომ უნდა გაგითვალისწინებინა? აი, ერთ რამეს დავამატე მაგას კიდე, ერთი ის იყო ჩემი მინუსი, რომ საერთოდ არ ვეკითხებოდი რა. რამე თუ იგი მერიდებოდა კითხვა ლექციაზე, მაგალითად თუ ვერაფერს ვერ გევიგებდი, მეორე ლექციაზე უკვე გვიანია მეთქი კითხვა და ანუ მაგიც ხელს მიშლიდა რა, რომ მეკითხა ახსნათ და რაღაც რა. ამიტომ ვინც სწავლობთ ახლა, რო კითხოთ, აი იქნება, არ მოგერიდოთ. შემეშულე. ხო. კაი, ბლეფენ, მე მინდა ახლა შენ თქვა, შენი ყველაზე დიდი პრობლემები ჩამოთვალე, რებიც ქონია ტრეიდინგში. თუ გინდა ეს იყოს ტექნიკური, ფსიქოლოგიური, რისკს არ ითვალისწინებდი, მიდგომას, არასერიოზულად უდგებოდი ყველაფერი, ანუ რა პრობლემასაც გადააწყვეტე, რისი მოგვარებას დაგჭირდა მაგ გზაზე, მაგაზე გვესაუბრე ახლა. პირველი და უმნიშვნელოვანესი ის იყო, რომ ფულზე ვიყავი ორიენტირებული რა, ფული გამეკეთებია რაღაცა და ეგრე არ უნდა იყო რა. ის ჯობია მარკეტს უყურო და როცა იქნება აი ეს და მაშინ შეხვიდე. ფსიქოლოგიურადაც ეგ თემაა რა, რომ უყურებ მარკეტს, მინდა ტრეიდის გახსნა რაღაცა, ყოველ დღე ტრეიდის გახსნა მინდოდა რა. ისე ვერჩი ვერ გავუშვებდი დღეს. და ეგეც ეგრე არა რა, ყველა დღე რაღაცა იქნება, კვირაში ერთიც
თუ კარგად იცი რაღაცა კვირაში ერთსაც ისეთ რეიზს გახსნი რომ გეყოფა რა ხეშად რომ კიდე სხვა არ ქონია სხვა რავი სტოპლოსს არ ვაყენებდი სტოპლოსის არ დაყენება ეს ყველაზე ცუდი რა სტოპლოს არ აყენებდი ხო სათაშორის მაშინ პირველი pay-out-ი არ მეკუთვნოდა ჩემით ანუ მე არ გამიკეთებია და მეორედაც რაღაც გავსი იყო რა იქეთ სტუდენტების ჩატში მქონდა გაზიარებული ეკრანი და ან ტრეიდი მქონდა გახსნილი და სტოპლოსი არ მეყენა რა ის დღიური drawdown-ი რო 1200 ის გამითიშავდა თუ გამითიშავდა და ნიუ-იორკის გახსნაზე -$1000 ვიღა და ნიუ-იორკის გახსნამ გამიყონა პლუსში რა $1000 კიდე დაუყიდე ხო მაგის მერე რომ გეიმლობდა რაღაცა იქეთ ჩატში მერე კიდე ვითომ გადავიდა რაღაცა სანჯიმ გამავლია ეგ ჩელენჯის რა ხო და მაგ pay-out-საც ისე ვთვლი რა მე pay-out შემით გავაკეთე მაგრამ აი ჩელენჯი რო ჩემით არ გამივლია არ მეტლება რა ასე რომ ვთქვა ხო და მაგის მერე მქონდა კიდე მაქრო გავაკეთე pay-out-ი $2400 მქონდა დარჩენილი drawdown-ი რა ხო და ეგ აკაუნტი დაუკარგე იმიტომ დაუკარგე რომ დავждდებოდი მარკეტთან უკვე ჩქარობდი რა რომ შევხედავდი მარკეტს არ ველოდებოდი ან ტრეიდის გახსნა რომ მინდოდა და ვერცერთი ტრეიდი ვერ მოვიგე რა 10 თუ 12 ტრეიდი წავაგე ისე რომ მარკეტზე ვიყავი სწორი რეალურად მაგრამ არასდროს დროს ვხსნიდი რა ტრეიდს ჩქარობდი ან გვიანხსნი ან ადრე ვხსნიდი რა ხო ანუ ტრეიდ შესლას ჩქარობდი ზა კი აი პროგნოზ ქონდა და ეგ ახლა 2400-იანი და აგერ ახლა ბოლოს ორი pay-out-ი რო გავაკეთე ეგ იყო ერთი ჩვეულებად გავაკეთე და მეორე უკვე $100 მქონდა drawdown დარჩენილი და ესე გავაკეთე რა და ახლა იმის შემდეგ უკვე დიდი განსხვავებაა ჩემთან რა 2400-ით წავაგე და $100-ით მეორე pay-out-ი წაგებებს როგორ ეგუებლებენ თავიდან რავი აკანკალებდა რომ წავაგე და მე უკვე ცოტა რომ შევეგუე რაღაცა ეს ასე ხდება და რაღაცა როგორც ასწავლით რა თუ მოგისმენთ კაც თქვენ ალე მიახსენებს წარმატებას და მეტი რა ანუ თუ მოგისმენთ მალე მიახსენებს წარმატებას რა კაი ბიჭია ბლეფენს სტრატეგიების ცვლილება თუ გქონია სტრატეგიების დიდ არაფერს არც ვიყინებ რა მარკეტის ახლა მიმართულებას რო შევხედავ მე ფერვალიგები და რაღაცა MSS-ი მსგავს რაღაცებს ვიყინებ რა ბევრ რამეს არ ვიყინებ ამიტომ ანუ არ ართულებ ხო ხო ახლა ვცდილობ რომ რაღაცები ხალი გამოვცადო რა ჯერჯერობით რასაც ვიყენებდი თავიდან იმით მივყვები რა ეგრე ჯობია ბლეფენ გააგრძელ შენ ციცი რომ ეგ სისტემატიკურად რავი გაგამდიდრებს პირდაპირ გეუნები ხო რა ბევრი რამე რო იქ როგორ უდგები ფანდედ აკაუნტებს აი ბევრი არის ხოლმე ანუ შეხედე მე რომ მენტორშიპში გეუნებით ხოლმე რომ თავიდან ნელა მიუდექით ჩელენჯი ნელა გაიარეთ და მე უკვე რავი სადღაც კარგ დონეზე რომ მიხვალ მე შეგიძლიათ ბევრი გარისკო რომ უცებ გაიარო მეთქი რა ეხა შენ როგორ გადიხარ მოხმანდებს ეგ გითხარი ვარ ფანდეთს უფრო ფრთხილად ვდგები ვიდრე ჩელენჯს რა ჩელენჯზე უფრო მეცვლისკა არა ეგეც უფრო დასახვეწიმად რა ჩელენჯზეც არა საჭირო რასაც მე ვრისკავ რა უფრო ნაკლები რისკით შეიძლება ხო რო გადიხარ ჩელენჯს payouts რო გააკეთებ მე იმ აკაუნტს იყიდებ და ახალს ყიდულობ თუ რა შევ არა თუ წავაგე ახლა რაღაც შეცდომის გამო ეგრეთ ორ ახლა დავიგიდო და ვიგეიმბლო და რაღაცა ეგრე არა ხო ანუ აგრესიული მიდგომაც არ არის ხა ამ პროფილების როცა იცი საქმე რასაც აკეთებ აგრესიული მიდგომა არ არის ცუდი ანუ თუ შენ შედიხარ აკაუნტს გადიხარ უცებ მე payouts აკეთებ ბევრი გარისკვით დიდ payouts და მე ისე რა ქვია მე იმ ხელა payouts გამოგ რომ აკაუნტს იყიდებ ბევრს რისკავ ეგეც არა არასწორი მიდგომა თუ მაგას სისტემატურად აკეთებ ხო
ანუ აკაუნტების პროფილების ტრეიდის ორი ვარიანტი, ან ნელა მიყვები, ან აგრესიულად უდგები. ორივე გამართლებულია, ორივე პროფიტული არის, ოღონდ უნდა იცოდეს საქმე რაც საკეთებ რა. აგრესიულ მიდგომას აგრესიულად დამწყებები არ უნდა მიუდგნენ. აგრესიულად რო დამწყები მიუდგები, ჩამოიყალებ ცუდ ჩვევებს, რაც ბლეფენამ თავიდან მაგას გაამახვილა ყურადღება. ცუდ ჩვევებს რო ჩამოიყალიბებ, მერე მაგის მოშორება გაგიჭირდება. იმიტომ რომ ზოგს გონია რომ ჩელენჯზე გარისკამენ ბევრს და ფანდეზე გადავა და იქ ეგეთ შეცდომებს აღარ დაუშვებენ, რაც იქ უშვებდნენ, ხო? თუ გაუმართლა და გაიარა. მაგიტო არის ახლა გაპაფსავებული აკაუნტების გავლა, თორე აკაუნტების გავლა მარტივი არ გეგონოთ თუ სერიოზულად მიუდექი. რამდენს ისკავთ იდო ტრეიჩი ჩელენჯზე? ჩელენჯზე, რავი, ახლა თუ კაია, ყველასაც რისკავ. ან გააჩნია რა. Full port საკეთებ ჩელენჯზე? ხო რა. ან თუ ანუ დარწმუნებული თემაშვები რა, მაგრამ ფანდეზე უკვე სერიოზულად ვარ რა, ისე არის მაშვები. ფანდეზე რამდენს ისკავ? თანხები თუ რისკავ, $200 და რაღაც რა. რამდენი 50,000 აკაუნტებზე ხო? ხო, 50. ანუ 0.2%, 0.1. ეგრე. აჭარელი ხარო? მაგაზებელს ხარ. კი. აი. იზმა. კაი. ბლეფენ შენი მარკეტის ხედვა მარტივია, ხო? გამარჯობა ახალი. ევრამეს არ. ხო. კაი, ბლეფენ, რამდენი ფანდედი ქონია? აი, აქამდე რამდენი ფანდედი ქონია? ფანდედი და ყველა ერთ დროს შეკრივო, რამდენი ფანდედი ქონია? რავი, 10-დან 15-მდე ალბათ. 15 ფანდედი ქონია, 50,000-იანი. ხო. კი. ეგ რამდენია, რავი. 500,000? ხო, 500,000-ზე მეტი ქონია, მაგრამ დაგიკარგავს, ხო? ხო. ხო, ეგ ჩაოლებრივია. ეგ არაფერი არ არის. ახლა ამჟამად რამდენი გაქვს? 100,000 მაქვს ამ წუთას ფანდედი და 50,000 ჩელენჯი. შენიერ. Forex-ზე ვაჭრობ თუ ფიუჩერსზეო? ფიუჩერსზე ვაჭრობს ბლეფენა. კაი, ხალხო, რავი, რამ მეკითხოთ თუ გაქვთ, შეგიძლიათ ჩატში დაუწეროთ. ძირითადი რავი წესით ამოვუწურე მეკითხები. თუ რამე გამახსენდება, ვკითხო. ჩატში დაუწერეთ, რამე მეკითხოთ თუ გაქვთ ბლეფენთან. Leverage სამდეს იყენებს, leverage future-ზე მარტო ერთია არ იცვლება. არის კონტრაქტები ტრეიდი. ამიტომაც მაგაზე ვერ გიპასუხებს. კრიპტოთიც კარგია, ხო? კრიპტოს აქ არ ტრეიდობთ. Forex Factory.com ნიუსების საიტი. აი ფანდედი მომწონს ყველაზე მეტად. გააჩნია რა, Apex-ი თუ кайფას დაკლება, Apex-იც იმაში. ეგ მაგაზე impossible ყო ისაუბრა. მაგრამ კიდე თქვი რავი, ძირითადად რა სელდები მარკეტზე რო ტრეიდი გახსნო. რა არის შენი? მოდი ბელფენ შენ თქვი ახლა. რა არის შენი მაღალბუთობიანი ტრეიდი? ხო თქვი რომ ბევრს რისკავ მაღალბუთობიანი ტრეიდი როცა არისო რა? რა არის შენი მაღალბუთობიანი ტრეიდი? ნახ თავიდან მარკეტის მიმართულებას რო ფიქრობს აიგენ წავა. მე რავი SMT თქვა ოკაი და displacement რა. Displacement. MSS-ის თუ გაგეთ ამე და იქიდან რამე ფერვალიებში რამე ჩამოვა, ეგეც იგივეა. Entry რა time frame-ზე გაქვს? ერთწუთიანზე. ანუ ერთწუთიანზე target-ს ვარჩევ, მეწუთიანზე PDRA-ში რო ჩამოვიდეს ამე და ერთწუთიანზე entry რა. ჩემი საყვარელი მოდელი. არ არიღენებს. კაი. Futures-ი რა პონტია, მაგას მე ცალკე ახსნია, აი ამ დაიბზე არ მინდა. რამდენი დღე ტრეიდობ კვირაში? კვირაში მარკეტს ახლა ყოველ დღე ვუყურებ რა, ყველა დღე გააჩნია თუ bank holiday არა. ხოდა მე უკვე გააჩნია თუ მომეწონა მარკეტი უხსნი რა. ასე ზუსტად ვერ ვიტყვი, მაგრამ 3 ტრეიდი მინიმუმ არის რა კვირაში. იქ ხო ყველა ჩაბარებული ქონდა აქედან. დაფეილებულები არ უთქვამს. ბლეფენ, შენ მითხარი ახლა მოთმინება რამდენად მნიშვნელოვანია ტრეიდინგში? ძალიან ისად. რატო? წამაროვთი რა 2400 ქონდა დროუდაუნი, მოთმინება არ მქონდა და მაგით უკარგავდი რა.
რომ მიმართულება სწორად ვიცოდ და რადგან ვერ ვითმენდი, მაგის გამო ვაგებდი ტრეიდებს. იმიტომ ტრეიდის ანუ ფულზე არ უნდა იყო რა, ახლა ფულზე რო ხარ კონცენტრირებული, მაგ დროს ვერ ითმენ რა, უფრო ეგრეა ჩემი აზრით. და ფულზე თუ არ იქნები ორიენტირებული, თმინებასაც გამოიმუშავებ რა მაგალითად. შედეგზე რო იქნები ორიენტირებული. ბოლოს როდის წააგო ტრეიდი და რამდენია? მეკითხეს. ბოლოს ავი წინა კვირას შაბათი იყო რაღაცა ზუსტად არ მახსოვს. ნოუშენი არ მაგდა მაგით. მაგასაც ვიტყვი მაშინ. რამდენი წააგე? სადღაც $500 მე მგონი რომ ანუ ორი მაზე შევედი რა. ორ აკაუნტზე და ერთზე ბიზე დავხურე და მეორეზე ცოტა გვიან შევედი და იმაზე რაც ქონდა სტოპი იმაზე წავჩამოვიდა რა პირველ ზილაზე შევედი. New AMSS ტრეიდ ხო? ხო. რამდენი წლიანი გამოცდილება გაქვს? მაგაზე ისაუბრა უკვე წელი და 7 თვე სადაც. რამდენს აფეიაუთებს საშუალოდ ყოველთვე ლომო? თუ აქვს პასუხი ამას. ყოველთვე რამდენს აფეიაუთება? ახლა მას ყოველ სისტემატიურად ჯერჯერობით ვერ ვაფეიაუთებ, მაგრამ რავი თვეში 2-3 თვეში ერთხელ ალბათ ჯერჯერობით. კაი. წაგებული ტრეიდის მოგებასთან როგორ ხარო? წაგებული ტრეიდის ამოღებასთან, ანუ ტრეიდის წაგებ მაგ ფულის ამოღებასთან. ავიდან მაგის გამო კარგავდი ბევრ რაკა. რომ მოგება მინდოდა ეგრევე, დაჟე რო წავაგებდი სწორი ვიყავი, არასწორი ვიყავი, რაღაცან შემოვატრიალებ ტრეიდს პირიქით გავხსნიდი და ახლა ნელა უკვე რო წავაგებ, გავთიშავ რა საერთოდ კომპიუტერსაც დაჟე და მივდივარ რა. თაგე სამსახური გაქვს თუ ტრეიდინგი გაქვს თავი მთლიანად. წესთან სამსახურიც ექნება. ხო? თუ არა? სამსახური ამ წუთას არა რა, ისეთ სერიოზული არაფერი. კაი, აი ძალიან კაი კითხვა და ის ვაბლეფენ. და ამაზე ვილაპარაკოთ. ტრეიდის სწავლას რა აზრი აქვს თუ ყველაფერი რისკთან არის დაკავშირებულიო? ან რის გამო შეიძლება რომ წააგო? დამწყებებს ძალიან გამოუდგებათ ამაზე პასუხი. ტრეიდინგი რო რისკიანია. რატო აქვს აზრი ტრეიდინგის დაწყებასო? გაქვს ამაზე პასუხი? ცხოვრება არის რისკიანი. აი რა ტრეიდინგი რო რისკიანია. რატო აქვს აზრი? შედეგი რა თუ მიყვები, ანუ როგორც საჭიროა ისე შედეგისგან გამომდინარე აქვს აზრი რა. თუ ყუმარი გინდა, ტოტალიზატორები არის ბლომად და რისკეთ და ერთი შეგეწევთ რა. აი მოდი პაწო თქვი. სანთ. ხო, ძალიან კაი კითხვა და ისო იდეაში და მაგაზე კი პასუხობ რა. მოკლედ რისკი ტრეიდინგთან დაკავშირებით ანუ ნაკლებად რისკიანი და მაგას ახსენე რატო რა, თუნდაც სამუშაოს რო იწყებ და მუშაობას იწყებ დამოკიდებული ხარ სხვაზე ხო, მაგალითად იმაზე ვინც გასაკეთებს იდეაში. ხო და იმ ადამიანზე ხარ დამოკიდებული და იქ უფრო მაღალ რისკიანია ვიდრე ტრეიდინგში როცა ხარ სადაც იდეაში ყველაფერი შენ თავზე არის დამოკიდებული და ბევრად მივხვდი რა ხრივადაც მიყვას ძალიან კაი მითქვი. ხო და როცა სხვაზე ხარ დამოკიდებული იმას შეუძლია ყოველ ნებისმიერ მომენტში გაგიშალოს სამსახურიდან, იმიტომ რომ მასზე არის ყველაფერი დამოკიდებული. შეიძლება თვითონ კომპანიაც მინუსში წავიდეს და აღარ იარსებოს მაგ კომპანიამ და სხვაზე ხარ ანუ ყველაფერი დამოკიდებული რა და მაგიტო ბევრად ჯობია რომ ისეთი საქმე აირჩიო, რაზეც იდეაში შენ იქნები შენ თავზე დამოკიდებული ვიდრე სხვაზე. მაგიტო არის შედარებით დაბალ რისკი ან ტრეიდინგი. თუნდაც ვიდრე სამსახურის დაწყება იდეაში. და ეგ კითხვა მაგის თქმა მინდოდა იდეაში. და კიდე ჩვეულებრივი საქმის დაწყება თუ კარგად გააკეთებს. ორწამე აი ჩვეულებრივი საქმის დაწყებაც უფრო რისკიანი იმიტომ არის. აი ჩვეულებრივი საქმის დაწყება, ხო? იქ იმიდან განვითარების პერსპექტივა არ გაქვს. იმით ვერ განვითარდები და აი შენ შემოსავალს ვერ გაამრავლებ, ხო? იქნები ერთ ადგილას, კეპნი ერთ ადგილას მარტო. ამიტომაც უფრო რისკავ შენ ცხოვრებაში იმას, შენს პოტენციალს. რაც შეიძლება განავითაროს სხვა საქმით, ნუ ტრეიდინგით ამ შემთხვევაში, ხო?
ვიდრე შეგიძლია ტრეიდინგი რისკიანი საქმე აკეთო სანამ არ გამოგივა და რო გამოგივა იქნებ შედეგი მიიღო უფრო უკეთესი. იმიტომ ტრეიდინგი ძალიან სკეილებადი საქმე არის რა. ეხლა რა შემოსავალიც მაქვს, პაწოს რამდენიც აქვს შემოსავალი და ბლეფენას რამდენიც აქვს შემოსავალი, ხო? მაგის გამრავლება სულ შეგვიძლია. ამას უბრალოდ დრო ჭირდება, რომ კაპიტალი გაიზარდოს. თორე ისეთი საქმეს როცა აკეთებ, რისი დასკეილებაც არ შეიძლება და გამრავლება, ხო? ეგეთ საქმის კეთებას მე აზრს ვერ ვატან. ვერანაირად რა. თუ ყოველთვის სხვაზე ხარ დამოკიდებული. ხო, ეგ არის ადამიანში იდეაში, რომ ანუ მაგ რისკის აღება არ შეუძლია. იდეაში რისკი არც არის, უბრალოდ სხვაზე დამოკიდებულება არ გინდა რომ მოიხსენ და შენ თავზე აიღო რაღაცაები პასუხისგებლობა და მაგ პასუხისგებლობის აღება თუ არ გინდა მაშინ ვიდრე ჯერჯერობით არბენ ხან ერთად ვატარებთ mentorship-ს ხან ცალ-ცალკე. გააჩნია ვინც როგორ არ გვეზარება. ნუ არის თემები მეშინია დაწყება და რას მირჩევდა? ბაცო, ეშინია დაწყება, რას ვირჩევ? ეშინია დაწყებაო? რა მე დავგიხარ. რა უნდა ურჩიო? ჩემ ეგ იგივეს გაგიმეორებ, რომ გინდა რომ სხვაზე იყო იდეაში დამოკიდებული და ხომ მართოს რაღაცაები, ვიდრე შენ თავზე აიღო. ეგ ყველაფერი, ეგ პასუხისგებლობა. მასე თუ იქნება ზოგადად ცხოვრებაში ვერაფერს არ მიაღწევ და ეგ ყველაფერი უნდა შეიცვალო. მაინცეთ უნდა შეიცვალო მეკითხით. ხო. აი ისეთი საქმე რო გქონდეს რა, კარგი საქმე რა. აი მაგალითად იყო ის რა ადვოკატი. უკვე ადვოკატობას მიღწეული უნდა გქონდეს. ტრეიდინგს დაიწყებდი? ადვოკატი ხარ. ტრეიდინგი. ანუ ადვოკატი ხო ისეთი საქმე არის, რომ ნორმალურად. აი კარგი შოულობს ასე, აი შოულობ სადღაც 5000-მდე. თვეში. არ დავიწყებდი, იმიტომ რომ საერთოდ სხვა საქმე არის და მე პირადად როცა სხვაზე ვარ დამოკიდებული და რაღაცა პასუხისგებლობას ჩემ თავზე არ არის აღებული, ბევრად უფრო არ ვარ კომფორტულად და ვიღაც იმედზე ვარ და უნდა შევიეტენო ასე რომ ვთქვათ, რომ სამსახურში გამეჩეროს კიდე ერთი ძალიან რაღაცას და მე მსგავსად ვერ ვდგები რა ვიცი, თქვენ თუ მაგისტრის სათხართ? ხო, ზოგს ეგეთ ცხოვრებაზე პრობლემა არ აქვს, სხვა მართავს. ხო. რო უთხრა რომ სხვა გმართავს და გევასებაო, შეიძლება არა გითხრას, მაგრამ შეუძლია ყოველდღე ადგეს წავიდეს იმუშაოს და ხმა არ ამოიღოს. ბლეფენ ესეთი კითხვა დაისვა შენ მიმართ რა, სათიხე და მომავალ შენ თავს. ავი სახში. არა, სერიოზულად. ავი რა. დიდი მიზნები ისეც არ მაქვს რა, რაცაც ვაკეთებ. კი იცი აღარ შენ ჩემი მიზნები, მაგაზე ახლა ზელაბარაკი არ მინდა. ლაბარაკი არ უნდა სიმონ. კაი. ანუ თავიდან პრობლემა ქონდა სწორი დროის შეჩევასთან და აგვიანებდა ტრეიდ შესვლას ან ადრე ხსნიდა როგორც თქვა, არ უფიქრია რომ არასწორ ანალიზს აკეთებდა შესვლელი ქონდა რამე? ბლეფენ. გავიმეორო კითხვა? ვერ გავიგეს. 4 წელში 4 კოთვეში რეალურია? კი. კითხვა არის ბლეფენ ესეთი. თავიდან თქვი შენ რომ პრობლემა ქონდა სწორ დროის შერჩევასთან, სწორ დროს ვერ შედიოდი და აგვიანებდი ტრეიდ შესვლას, ხო? ან ადრე ხსნიდი. ხო. ანუ უფრო არ გიფიქრია რომ არასწორ ანალიზს აკეთებდი? ეგეთი კითხვა არის. არა, იმიტომ რომ ანუ არ გეცხობ უყურებდი ან ჩემი მიმართულებით საითაც თო ვფიქრობდი, იმკე მიდიოდა. შესაბამისად ვიძახი რომ არასწორ დროს შევდიოდი მეთქი რა. მიმართულებაში სწორი ვიყავი, დროში კაი. ესეც კაი კითხვაა. მე მკითხეს იგივე. დროში რო უკან დაბრუნებულიყავ ბლეფენ, რა შეცვლედი, რას ურჩევდი შენ თავს? აი მოусმინე ბის მეთქი რა, მეტი რა უნდა. ანუ უფრო სერიოზულად რომ გლომოდი რა. ურსერდრომ მიდიოდი. დიდი წარმოდგენა არ უნდა. Final boss. ესეგები. B maximum თვეში კაპიტალის ამდენი პროცენტი შეგვიძლია გააკეთო გემბლინგად რო არ ჩაითვალოს ზედმეტად. რავი, ზედმეტად გემბლინგად რო არ ჩაითვალოს. აი, პირველ 10% კაი შედეგია ძალიან, 10-ზე მეტიც შეიძლება, რავი, 10-ზე მეტიც გამიკეთებია, მაგრამ ცოტა შეიძლება გემბლინგიც იყო იქ, არ ვიცი. რავი, 10 საშუალოდ. 6 ძალიან კაია. 6, 4, 5, 6, 3% ძალიან კაი არის, იმიტომ რომ
თუ ეგ პროცენტები არ გაკმაყოფილებს, ეს იგი კაპიტალის პრობლემა აქვს და არა პროცენტულობის. პირველ დრო გაიარე ბლეფენ ფანდედი პირველი აკაუნთი ჩაგეწო თუ გააკეთე პეიაუთი პირველივეზეო და ფსიქოლოგად როგორ მიუდექიო. პირველი ახლა იყო ის რა 5000-იანი შე რომ მაშინ გამოსვლებაც არ მქონდა ცოდნაც რა იმდენი. და პლატფორმაში ერკვეოდი უფრო ხო? ხო რა რაც ყველაფერში ვერ ვერკვეოდი ახლა მაშინ შენ კი იცი რამდენი ვაზრო კითხავს სვამდი. ახლა რო ვუყურებ არასაჭირო ბევრ კითხვას გისვავდი რა. ხო და პირველი იყო 25000-იანი Apex-ზე. ან გამოსდა გავიარე და ახლა წესები არ ვიცოდი თან. ხო და რო გავიარე გამოსდა მეთქი ახლა რასაც გავაკეთებ, ბარემ იმ 1600-საც გავაკეთებ მეთქი და პირდაპირ payouts გავაკეთებ მეთქი მეგონა რა. თორმე სადვანაო. ეგრე უცადე დავკარგე რა აკაუნტი. ხო და პირველად რო აკაუნტს ვკარგავდი, მართლა ისე ვიყავი რა. ვკანკალებდი რა. ხო. ხო და მე ახლა ნება ვიგებ სინამდვილეში რაც და როგორც უნდა მიუდგეს, ამისად. ორი კაი კითხვა არის, მოდი ჯერ ამაზე ვუპასუხოთ. აუცილებელი ყოველდღურად HD სესიებს დროის უკონესობის გამო ფიქრობ ავიღო თუ არა მენტორშიპია. ყოველდღე არა საჭირო. ანუ ახლა ეგ სწავლაში აგიხსნიან რა დროებში, რა დღეს. ანუ ყველა კვირის დღეს მისი გეტყვიან, რომ რა დღეს ვარგა, რა დღეს არ ვარგა და შესაბამისად შეხედავ რა. სესიასაც ახლა შენ არჩევ დრო თუ არ ძალია კონკრეტულ დროს, მარტო ერთ დროს ხო არა სესია რა, სხვადასხვა დროსაა და შენთვის მოირგებ რა, როგორიც კიდე რომელიც კიდე. ერთს აუწევია და ამოვა. ესეც ძალიან კაი კითხვა და ისო ეხა. ბლეფენ, თავიდან როგორ უჯერებდი მენტორებს და ყველაფერს ისე აკეთებდი, როგორც შენ გინდოდა რა. რამ მიგახვედრა რომ მათთვის დაგეჯერებინა და რატო ენდების და სანჯისო. ну შედეგი არიდებოდა ახლა ხო აკვირდებოდი რა. ხო და ხან დობის მხრივ ხედავდი ხო როგორი მიდგომა ქონდათ რა. მოსავლეების მხრივ ნებისმიერ დროს გეკითხა რაღაცა, ჩვეულებრივად დაგირეკავ და აგიხსნიდა ყველაფერს რა. ხო და ხან დობა პირველიც ვიზე კი ვთქვი რომ იქ ლექციაზე სტუდენტს რომ შენიშვნებისა და რაღაცა იქაც შევამჩნიე რომ ისე არ უყურებს რა. მოი გასწავლი ფულს გამოგართმევ და ვსო კარგად იყავი რა. ახლა ეგ ბევრმა იცის ეგ როგორი ყურადღებიანი ბიჭები არიან. ო. კაია. პაწუსთან აქვს კითხვა სრულიად ტრეიდინგი ჩაოლო ფულს პაწა თუ მეორე სამსახური გაქვს? თამუშავ რა. გადამუშავ თამაში. ფული უნდა დავასახეო? რა უნდა დაასახელო ფული? რამდენი შეოლო? ეგ თუ ვინ არა დაასახელო კაცო. ეგ გასაჯარებული რამე არ არის, რამდენი შეოლობ წელიწადში. მაგრამ რატომ მუშაობ მეორე სამსახური ტრეიდინგ თუ შეოლო? ამე ბევრი ფული მინდა. ჯერ იმდეს ბიჭო. როდის აპირებს სამსახურის თავისდანაყოფას? როცა მუშაობ რა. არ ვარ იურისტი. როცა მუშაობ ფსიქოლოგიურად არ გიწევს უფრო ანუ ზეწოლა არ აქვს იმხილა რამდენიც როცა არ მუშაობ რა და მაგით დაგვიჭრობია დავიდე როცა იწარ ტრეიდინგს მუშაობ თამუშაობდე და თან სწავლობდე რომ ფსიქოლოგიურად ისე არ გაგიზნოთ ტრეიდინგი ევროიოზე სატრეიდებ ადრე ტრეიდობდი ახლა ბლეფენ დღემდე გჭირდება მენტორების დახმარება რაღაც საკითხებში თუ ყველაფერი შენი თუ მკლავდები ახლავ დახმარება გამომადგებოდა ისე, მაგრამ ეს ვცდილობ ჩემეთი გიქნა რამ რა შემოგადგებოდა რომ გოდეს თქმა მისეც მოგწერდიც არ მინდა ანუ ისე ეგეც სისტემაა რა რო იმაშოვი რა თავიდანაც რომ ერიდებოდა ეგეთი თემაა კიდე რა რაღაცა ვცდილობ რომ ჩემით გავარგა თუ რამე უფრო პაწუს იმაშოვი რა ვაწვალე აქტენებში 6 წლის ასაკ შეიძლება დაწובה არ შეიძლება პაწუ შენ რა დაგისვანე კითხვა დღემდე გჭირდება მენტორების დახმარება რაღაც საკითხებში თუ ყველაფერი შენ თუ მკლავდები ახლავ ეროში ჰა მენტორების დახმარება აი ჩემი და სანჯის დახმარება კიდე გჭირდება ბიჭო ო იარა არა ახლა ამბარდამანი არის ბლეფენ
აქეთ გვეხმარება საჩი ანალიზებს და ლაივებს რო უშვებს, აქეთ გვეხმარება. ლეფენ რა რჩევებს მისცემდი დამწყებებს. დამწყებებს, რავი, მთავარია ფულზე არ იყო კონცენტრირებული, რა შედეგზე იყავით და მეტი ბექტესტინგი და დემო ახლა მაგალითად დემოზე საერთოდ ტრეიდი არ გამიხსნია რა. მე უფრო გამოსწლება დავაგროვე ამ ჩელენჯების და ფანესების დაკარგვით რა. და ეგა თუნდი რა. ეგეც რის გამოა ეგეც რისი ბრალია ბლეფენ? ვის რჩევის არ გათვალისწინების? უსმენდით იმასწავლებელს. იბედა. იმასწავლებელს არ უსმენდით. Be mentors, მასწავლებელი არ მინდა. Be mentors. მენტორი უფრო თესლი არის. ლექტორი შეგვიძლია მინდა ხლებ. ფულია გადასხალ სენსეი არ მინდა მადლობა. სენსეის ერთი მეძახის მარტო და მაგისგან მივიღებ მაგას, მაგრამ სხვებისგან არა. სენსეი. მარტო forex-ად ტრეიდებ თუ futures-ად? forex აღარ ვტრეიდებ. ტრეიდებ მარტო futures. სეიდა ბირებს და თუნდადო. როგორ შეიძლება ტრეიდინგში? მაი გაჩერდი. როგორ შეცვალა ტრეინინგში შენი ცხოვრება, ანუ ხო არაფრის დათმობა მოგიწია ტრეინინგის გამო რა ცხოვრებაში, რის დათმობა? ამის დათმობა მოგიწია ცხოვრებაში ტრეინინგის გამო ლეფენ? არა პირიქით ყველაფერი უკეთესობისკენ შეცვალა რა, ხაცა განავთქვი უფრო დისციპლინის მხრივ, ვარჯიშის მხრივ უფრო დამასერიოზულა რა, ასე რომ ვთქვა. რავი, დაკარგვა ის თუა ერთი უნივერსიტეტში დავდიოდით, ყველა მივედი და წამოვედი იქედან რა პროფესიულში უფრო სწორად. შევეშვი რა. გაი. მოდი, დავასრულოთ უკვე. ეს პირველ კითხვას გაიცა პასუხი. უკვე პაწულებს გადავიდა კითხვები. ბლეფენას დავასვენოთ. მადლობა უთხრათ ბლეფენს. გაჩვენდი ერთ. ჩვენთან კითხვები თუ უნდათ ის live trading-ში შემოვიდნენ. აი, გარჩ. ისე რა ქვია. მადლობა უთხრათ ხალხო ბლეფენს. და გულები გაუსმენთ. არგინატარა. ეგوار DCID. აი ბლეფენ გულები შენ. აი ვარდისფერი გულებიც, აი ვარდისფერი წითელი გულიც, აი წითელი და ჭყვიალა გულიც, შავი გულიც.